გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გადაცემა ანტიბიოტიკი, ჩვენ წამყვანი კუკა ვარამიძე და ნინო ურუშაძე ვართ. გადაცემა მზადდება სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და სტუდია ანტიბიოტიკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ცხადია დღევანდელი გადაცემაც იქნება იმ ციკლის გაგრძელება, რაც ბოლო პერიოდზე წამოვიწყდა და ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს, მათ შორის ადგილობრივი რაღაც პროტესტის დეცენტრალიზაციას. ამ თემებზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარია გურიკის სამოქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი გრიგოლ მახარაძე. გამარჯობა გრიგოლ, ესე იგი ჩვენ პირველი კითხვა ეხება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს ზოგადად, რომ თქვენი აზრით რომ შეგვიფასოთ და მე აი მინდა რომ ვიცით რომ გუშინ ამერიკამ დაასანქცირა ივანიშვილი და ამ კონტექსტისაც რომ შევხედოთ აი რა გვასწავლა ამ ერთვიანმა პროტესტმა შენი აზრით ან რა უნდა ვისწავლოთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ესე იგი ზოგადად რომ შევაფასოთ რა პროცესი მიდის, აქედან დავიწყოთ, ხო? ვიცი მე მგონი რომ მიდის ამ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც ესე მიდის ბრძოლა და ბრძოლა არის ერთის მხრივ ცხადია ეს არის გეოპოლიტიკური, უფრო ფართოდ რაღაცა ცივილიზაციური ბრძოლა არის, ესე ერთი მხრივ ხალხი რომელსაც უნდა ამ ქვეყნის რაღაც ცივილიზებული სამყაროს, დასავლური სამყაროს ნაწილად ხილვა და მეორეს მხრივ არის რუსეთი და მისი ინტერესებით მოქმედი რაღაც პატარა ბანდა ადამიანების, მაგრამ მე პირადად მხოლოდ ასე არ უყურებ პროცესი ამავდროულად არის ბრძოლა დემოკრატიისთვის, ანუ აქ არ არის მხოლოდ გეოპოლიტიკური ბრძოლა არის ასევე ერთის მხრივ ხალხს, რომელსაც უნდა თავისუფლება, თანასწორობა, ადამიანის უფლებები, სასამართლო, ანუ ხალხის მონაწილეობა დემოკრატიულ პროცესში და მეორეს მხრივ არის რაღაც დიქტატურის ჩამოყალიბების მცდელობა და ეს ორივე ერთი პროცესის ორი სხვადასხვა სახეა ჩემი აზრით. კი ბატონო, და აი თქვათ ამ ეხლა ესე ჩვენ ისტორიაში ეგეთი რამე არ გქონია, ან ჩვენ რეალურად რაც ამ ქვეყანაში ვარ და ვარსებოდა ვცხოვრობთ, რომ ძალიან ბევრი პროტესტი გვინახავს, მონაწილეც ყოფილ ვართ ბოლო პერიოდში მით უმეტეს და ესეთი თქვათ ერთი თვე არის დღეს, ხო 28 არის, ერთი თვე შესრულდა, რომ უწყვეტი პერმანენტული ესეთი პროცესი არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც რა და მათ შორის ჩვენთან ოზურგეთშიც. აქაც აი შენი შეფასებით რა მნიშვნელობა აქვს პროცესის დეცენტრალიზაციას, ანუ ამ განული პერიოდის შეფასებითაც მათ შორის, ან მომავლის პერსპექტივაშიც რა მნიშვნელობა შეიძლება გქონდეს პროცესის ამ პროტესტის დეცენტრალიზაციას მათ შორის ოზურგეთშიც. კი. ესე იგი მაშინ ორ ნაწილად უნდა გავყო რა, იმიტომ რომ თავიდან რაც დაიწყდა, რაც თქვი რომ რაღაც ისეთი რაღაც მიდის, რომ უნიკალური აქამდე რაც არ გვინახავს ასე ახსენე ხო და მართლა მასია რომ აქამდე მსგავსი პროცესი ქვეყანაში არ ყოფილა არასდროს ამ დამოუკიდებლობის ისტორიაში რაღაც ახალი ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, რომ მართლა რადიკალიზმი შეიძინა ივანიშვილის მოქმედებებმა, მაგრამ ამის ესე იგი სიტყვა რადიკალურს ეგენ დაეპატრონება სინამდვილეში ამაზე მეტი რადიკალიზმი ქართულ სინამდვილეში, რაც ამათ შემოიტანეს, რაც ქართულ მოცემამ შემოიტანა, არ შემოუტანია არავის, ესე იგი რაღაცა ყოველთვის ჩარჩოში გონივრულობის ჩარჩოდან არიან გასულები და არც ხელისუფლებას არც სხვა ჯგუფებს მათ შორის ხო წინა ხელისუფლებებს თუ წინა ოპოზიციებს თუ საზოგადოებრივ ჯგუფებს არავის არ გაუკეთებია ისეთი რადიკალური ნაბიჯები, რა რადიკალური ნაბიჯი, ანუ ამათზე მეტი რადიკალი ქართულ ისტორიაში, უახლეს ისტორიაში არ ყოფილა არავის. ამ რადიკალიზმად ცხადია გამოიწვია სრულიად ბუნებრივი და რაღაც სრულიად ახალი პროცესის საყოველთაო წინააღმდეგობა, იმიტომ რომ ეს რადიკალიზმი გულისხმობს რაღაც სოფლიოში ყველაზე ძლიერი ნომერ პირველი რაღაც ბირთვული სახელმწიფო ლამის მტრად გამოაცხადეს. ესე იგი ერთი მხრივ ხალხი რომელიც გვეუბნება რომ რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოს, აღიზიანებს და გადაემტერა ყველას ძლიერს და ამავდროულად მოკავშირეს და მეგობარს და ამის ფონზე ცხადია რომ რაღაც ისეთი პროცესია რომელიც აქამდე არ გვინახავს და ჩვენც ახლა ვაკვირდებით და ვუყურებთ რა არის ეს და რაღაც ეს არ არის ის რა ქვია ისეთი პროცესი რომელიც ვიცით როგორ მიმდინარეობს სხვა ესეთი პროცესები რაც შეეხება დეცენტრალიზაციას როგორ უნდა მოხდეს
ეს ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, რაღაც ახალი პროცესია, რომელიც ჩვენ თვითონ არ ვიცით და ამ პროცესში ვინც არის ჩართული ისიც კი რაღაცას ყოველდღე ახალ გადაწყვეტილებას იღებს, ხო, რაღაც ახალი პროცესის ნაწილი. ამიტომ აქ რაღაცა ის ფორმულა რომ ეს ასე უნდა მოხდეს, ეს ისე უნდა მოხდეს, ჩემგან მით უმეტეს ძალიან რთული განსასაზღვრია. და მით უმეტეს ძალიან რთული განსასაზღვრია, როგორ უნდა მოხდეს ამის დეცენტრალიზაცია, მაშინ როცა ზოგადად ჩვენთან ყველაფერი მარტო ხელისუფლება კი არა, მთლიანად მთელი ქვეყანა არის აწყობილი იმაზე, რომ ყველაფერი ცენტრში ხდება. მთლიანად ყველაფერი ცენტრალიზებული, ამაზე ჩვენ ცალკე გვისაუბრია და ახლა ამაზე დრო აღარ დავხარჯოთ. ამიტომ ძალიან რთულია, რომ ახლა აქ დავიწყოთ დეცენტრალიზაცია აი ამ პროცესში. ეს დეცენტრალიზაცია ისედაც მიდის ბუნებრივად. უბრალოდ ამ დეცენტრალიზაციაში მე არ ვხედავ მანდა მაინც იმას, რომ აუცილებლად რაღაც სოფლებში ან რაიონულ ცენტრებში იყოს აქცია. დეცენტრალიზაცია ისიც, რომ თუნდაც თბილისში სხვადასხვა არა მარტო უბანში და ტერიტორიულად, არამედ სხვადასხვა ჯგუფების მიერ ხდება აქციების ორგანიზება, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფები გამოდიან და საკუთარ პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ, საკუთარ დღის წესრიგი შემოაქვს. დეცენტრალიზაცია თავისთავად უკვე ის, რომ პროცესი არ არის ერთი ან თუნდაც რამდენიმე ცენტრის მიერ მართული. ასე რომ უკვე დეცენტრალიზებულია ჩემი აზრით ეს პროცესი. კი ბატონო, შენ ახალბად ცოტა რთულია რამე პროგნოზიას გავაკეთოთ, რომ ნამდვილად დასრულდება ეს ამბავი. უბრალოდ შენი განწყობა როგორია? აი, რას ხედავ, რა იქნება შენი აზრით, თუ ეს პროტესტი ასე გაგრძელდება პერმანენტულად? მე მგონია, რომ ეს უკვე ისეთი ტალღა, მისი გაჩერება შეუძლებელია და არ მგონია, რომ ხალხი ამას შეეგუოს და გაჩერდეს ეს ბრძოლა. ანუ რა მგონია, როგორ ფიქრობ, რა იქნება მომავალში? ანუ როგორ ხედავ ამას? ხო, რა თქმა უნდა, ხა ძალიან რთულია, რომ ესე ვიწინასწარმეტყველოთ რაღაცაებად. განცდების დონეზე შენ რას ფიქრობ, ხო? კი. მან ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ ასე ვთქვათ, შევინარჩუნოთ იმის განცდა, რომ რასთან და ვისთან გვაქვს საქმე, რომ გვაქვს სინამდვილეში ძალიან საშიშ, ძალიან ბოროტ ძალასთან საქმე. ჩვენ გვაქვს საქმე პირდაპირ რუსეთთან. და არ უნდა გავიჩინოთ რაღაც არასწორი და ზედმეტი მოლოდინები. ახლა ამას რატო ვსაუბრობ? იმიტომ რომ თუნდაც მარტო წლევანდელი წელი რო ავიღოთ 2024 წელი, ეს უკვე დაგვემართა ჩვენ როგორც საზოგადოებას, ხო, მინიმუმ ორჯერ რაღაც ძალიან ახლო მომავალზე დავსახეთ იმედები. ვგულისხმობ ჯერ რუსულ კანონს და შემდეგ არჩევნებს, ხო, რომ ჯერ ვთქვით, რომ აი არ მივაღებინებთ, ვერ მიიღებენ და დაუშვათ უკან დაიხევენ ჩვენ წინაშე და ნუ შევცდით, ხო, ამ ამბავში. მე არჩევნებზეც ახლა პირველ პირში ვლაპარაკობ, მესამე პირში არ ვლაპარაკობ, თუმცა არჩევნებზე იცით თქვენ, რომ უკვე მე ისა რა ქვია, სხვა შეხედულებები მქონდა მაგასთან დაკავშირებით და ამიტომ არ უნდა წავიდეთ იმავე წრეზე. ჩვენ მე გეთანხმები იმაში, რომ ვერ ვხედავ არათუ გაჩერდება კი არა, ეს გაფართოვდება ჩემი აზრით პროტესტი და წინააღმდეგობა, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად ყველაზე უარესისთვის. უნდა ვიყოთ მზად ივანიშვილისგან და მისი დავალებების შემსრულებლებისგან ყველაზე უარესი და ყველაზე მძიმე რეაქციებისთვის და ამისთვის უნდა ვემზადებოდეთ, ამისთვის უნდა ვიყოთ ასე ვთქვათ თუნდაც განცდების დონეზე მზად. რომ ეს ბრძოლა რაღაცა გრძელვადიანია და ასე რაღაცა უცებ არ მორჩება და ბრძოლას გამოსავალი ალტერნატივა ცხადია არ აქვს. სხვა გამოსავალი ორი რაღაცა მნიშვნელოვანი ამბავია, რომ აი რამდენად ტრაგიკულია ახლა რასაც შენ ლაპარაკობ, რომ უნდა ველოდეთ უარეს, ანუ რაც მოხდა დარბევა, როგორც მოხდა, ეს ხო კატასტროფაა თავისი შინაგან ფორმით და როგორც ჩვენ ეს ვნახეთ რა, ეგ და აი მდგომარეობა იმ ხალხისთვის ახლა ვინც ამას ვერ იაზრებს, რომ შესაძლოა ჩვენ ადამიანები ვინც რაღაცას ამას ვაფასებთ და ვფიქრობთ, რომ ამაზე უარესი არის შესაძლებელი და ეს ცალკე ტრაგედიაა. ერთი, როცა სახელმწიფო რაღაცა მანქანისგან ამას ელოდები ადამიანი, ხო, იმაზე მეტი მართლა რაღა უნდა იყოს, მაგრამ მეორე ამბავი რა არის, იცის, წეგან ახსენე, რომ არჩევნებამდე გვისაუბრია და სხვა მოლოდინები მქონდა მეც, მაგრამ ეხა შენ ლაპარაკი არის ის პათოსი და შეიმჩნევა, რომ ანუ სადღაცამდე მიდის ეს პროტესტი რა, ანუ ამის განცდა შენს გაქვს და ყველას გვაქვს ეგ განცდა, ანუ წინა პროტესტებში შესაძლებელი ეგ განცდა არ იყო, რომ
რა იქნება სამომავლოდ, მაგრამ ჩვენ შეიძლება ვერ ხვდებით იქნება ხვალ ზეგ თუ ერთისთვის მერე, მაგრამ აუცილებლად ვიცით, რომ ეს პროცესი ისე მიდის, რომ შედეგზამდე მივა რა. ანუ რაღაცამდე მივა. ეგ განცდა ვისაც ველაპარაკებთ, ყველას გვაქვს რა რაღაცა და ეს განგვასხვავებს წინა რაღაცა ჩემი აზრით, წინა პროცესების მოლოდინებისგან განსხვავებული ამბავია რა. მე პირადად ესე უყურებ რა. იქ კიდე რაღაც არჩევნების ის ქონდა შესაძლებლობა რა. ანუ ახლა უკან დასახევით აღარ არის არსად არაფერი უბრალოდ ახლა არ ვიცი მე ამ გადმოსახედიდან მართლა რო უყურებ ამ არჩევნების თემას, რაღაცა ეს ოპტიმიზმი რაც გქონდა, რომ რაღაცა შვიდობიანი არჩევნების გზით შეიძლება და ეს ხელისუფლება ცოტა ამ გადმოსახედიდან სასაცილოდაც კი ჩანს პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ ხელისუფლება, ანუ ხალხმა რომელმაც ანუ რამდენი რამე გააკეთა, ამდენ რამეზე წავიდა მანამდე, ცოტა სასაცილო იმის დაჯერება, რომ ასე მშვიდობიანად და მართლა დაიხურავდა ქუდს, არჩევნებს არ გააყალბებდა და წავიდა და სახლშია. ესე იგი ჩვენ იმიტომ რომ როცა ვფიქრობთ ძალაუნებურად ეს მაინც ახალია ჩვენთვის ეს პროცესი, ხო? ჩვენ აქამდე მაინც ვიყავით იმ მოდელში, რომ ეს არის ხელისუფლება და ამას უყურებთ როგორც ხელისუფლებას, პროცესს უყურებთ როგორც პოლიტიკურ პროცესს და ბუნებრივია, რომ პოლიტიკურ პროცესში გქონდეს იმის მოლოდინი, რომ ხელისუფლება რაღაცაზე ივაჭრებს, რაღაცაზე უკან დაიხევს, სადაც ერთ ინტერესს გაითვალისწინებს, მეორეს რაღაცას დააბალანსებს და ჩვენ ცოტა დაგვაგვიანდა ჩემი ჩათვლით იმის გაგება და აღქმა და დანახვა, რომ ეს უკვე აღარ არის ხელისუფლება, ჩვენ გვაქვს, ესე იგი, უყურებთ უკვე მიტაცებულ სახელმწიფოს და უკვე ეს ჯგუფი არ მოქმედებს პოლიტიკური მოქმედების ფარგლებში, ანუ იმ ფარგლებში, რომ პოლიტიკური ინტერესი გაითვალისწინოს, დააბალანსოს, სადღაც ნაბიჯი წინ გადადგას, სადღაც უკან დაიხიოს. არის შიშველი ძალადობა. და უკვე აი ეს გამოაჩინა რუსული კანონის პროცესმაც ეს გამოაჩინა ამ არჩევნებმაც, რომ აი ამ რაღაც იმას რა ქვია დროებით და უშუალოდ რაღაც დასახულ კონკრეტულად დროში დასახულ მიზანს რომ აი აქ რომ მივალ ამას მივაღწევ, ამას არ აქვს აზრი, როცა ასეთ ტიპის ძალა გიპირისპირდება. კი, ეგ ის არის. ეგ მართალია და საერთოდ რა არის, თელ ამ პროცესსაც თუ რაღაც იმ მომენტში კონკრეტულ შედეგზე ვერ გავედით, უყვალოდ არ ჩაულია, იმიტომ რომ იქ დაგროვილი ასე თუ ის გამოცდილება ამ პროცესებში ასე თუ ისე იჩენს თავს მაინც, ანუ რაღაც საზოგადოება როგორც ესეთი ამ შეცდომა თუ მაგას მივიჩნევთ, რაღაცას სწავლობს ალბათ, ეხლა რასაც უყურებთ და უკეთესად ორგანიზდება იმისთვის, რაც მას სჭირდება. შესაძლოა ესეც შევხედოთ ამ პროცესს. მე ასე მგონია რა. კი, მე გეთანხმები მაშინ რომ სწავლობთ ამ პროცესში. შესაძლოა რაღაცებს ცოტა გვიან ვისწავლეთ, მაგრამ სწავლობთ და ნამდვილად ვხედავ მაგას, რომ ადამიანებს უფრო ეხილებათ, ჩვენ უფრო გვეხილება თვალი რაღაცებზე, უფრო საღარ და უფრო ცხადად ვხედავთ რაღაცას, რაცაც აქამდე ან ვერ ვხედავდით, ან რაღაც გულის სიღრმეში არ გვინდოდა რომ დაგვენახა. და იმ ადამიანებზე რას ვიტყვით, ვინც დღემდე ვისაც დღემდე ვერ ხედავს და არ უნდა დანახვა ამ ყველა. არ ვიცი, ძალიან მიჭირს ესე სხვა ადამიანების ასე შეფასება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დღეს შესაძლოა რა თქმა უნდა იყოს ადამიანთა რაღაც ჯგუფი, რომელიც მაინც ისევ ინფორმაციულ ვაკუუმში. მაგრამ დღეს თუ ადამიანი ვერ ხედავს იმას, რომ ესე იგი კურსი შეცვლილია კი არა, პირდაპირ რუსული გადაწყვეტილებები აღესრულება აქ და პირდაპირ ესე იგი კონფრონტაცია, რა თქმა უბრალოდ შეჩერება, გადავადება, ზღვარი აღარ არის რა. პირდაპირ ესე იგი მტრობა დასავლეთთან გამოცხადებული, ამას თუ ადამიანი ვერ ხედავს. ადამიანი თუ ვერ ხედავს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, ადამიანი თუ ვერ ხედავს იმას, რომ ფეხქვეშაა გათელილი ადამიანის უფლებები და საბაზისო თავისუფლებები, ელემენტარული ადამიანობა, ამას თუ ადამიანი ვერ ხედავს, აქ უკვე შესაძლოა გამიჩნდეს კითხვები ამ ადამიანების გულწრფელობასთან დაკავშირებით პირველ რიგში. რომ თუ ადამიანი გულწრფელია, თუ ადამიანი მიკერძოებული არ არის თავიდანვე, თუ ადამიანი პირველივე ამოცანად იმას არ ისახავს, რომ როგორმე ივანიშვილი გაამართლოს და ამ სათვალით თუ არ უყურებს ყველაფერს, მაშინ ძალიან ცხადია უკვე დღეს ყველაფერი. კი, და თან მანდ ერთი მომენტიც არის კიდე რა, რომ
ეგ ერთი არის დანახვა რა და მეორე არის განცდა რა. ანუ ადამიანი რაღაც განცდა შეიძლება ვერ ხედავდე რომ ევროპული კურსს გადავხდი და ასეთ ყველაზე დიდ პარტნიორს, ავიცი სოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს უპირისპირდება და მტრად გაქცევს, ხო? აქეთკენ მიდის. ამას შეიძლება ვერ ხედა, ანუ გასაგებია, მაგრამ იმას რო ხედავ რომ ადამიანებს როგორ ექცევა იქ გამოსულ ადამიანს და შენი აზრით თუნდაც დამნაშავე. აი ადამიანური განცდის ნაწილიდანაც ხო არ უნდა დავიცალოთ რა. ეგ ხო თანაგანცდაში რაღაცა ანუ ადამიანებს გიადვალი ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში რომ ადამიანის გონება კი არ იმაშვება, ადამიანად გვაქცევს ემპათია რა. ანუ თუ ეს არ გაქვს, მაშინ სად გახარ აქ? ეგ კითხვები ძალიან ბუნებრივი და ძალიან ისეთი რელევანტური რა. მათი აქვს მეორე მხარის მიმართ, პოლიციის მიმართ და ადამიანების ვინც არ ბევრს იმით. ხო არა. იმათაზიანებას საუბრობენ. ახლა გეოპოლიტიკა და საგარეო კურსი შესაძლოა კი არა არის უნდა იყოს საზოგადოების რაღაც თანხმობის შედეგი, ხო? სრულიად დასაშვები შესაძლოა იყოს თეორიულად საზოგადოებაში, ნებისმიერ პოლიტიკურ საზოგადოებაში იმის თქმა, რომ მოდი მეგობრებო, იქნებ ეს არ გვინდა და იქნებ შევცვალოთ, იცი რა? მე რაღაც ამას ვიზამ დავაბალანსებ რაღაც პოლიტიკას. ესე კი არა, ისე გავაკეთოთ თუ კი ეს, მაგრამ ჩვენ ამასაც არ უყურებთ. ჩვენ ეს პროცესი არ მიდის ახლა საქართველოში. ამიტომ აღვნიშნე თავიდან რომ ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ რაღაც ეს გეოპოლიტიკური ბრძოლა, იმიტომ რომ ეგეც არ მიდის ეს ხალხი სასაცილოდ ამტკიცებს ევროპისკენ მივდივარ თვითონაც აღარ სჯერათ რა თქმა უნდა ამის მის მხარდამჭერებსაც აღარ სჯერათ ამის იმიტომ რომ ეგ პროცესიც კი არ გვაქვს აქ პატიოსნად რო იყოს ნათქვამი რომ იცი რა არ გვინდა მოდი ევროპა და მოდი ჩინეთი შემოვიყვანოთ და მოდი ამაზე ეგეც არ მიდის აქ მიდის იმიტომ რომ აქ მიდის ამ რაღაც ერთი იმის ერთმართველობის დიქტატურის დამყარების მცდელობა და ეს ნაწილიც არანაკლებ პრობლემურია და არანაკლებ საბრძოლოელია როგორც თავიდან აღვნიშნე სულ რომ არ იყოს აი ეს ნაწილი რაც უკავშირდება საგარეო პოლიტიკას. კი ბატონო. ერთი იმასაც შევეხოთ სანქციის ნაწილს და აი გუში რაც მოხდა რომ ამერიკამ დაასანქცირა ბიძინა ივანიშვილი. ანუ ამ პროცესზე რა შეგიძლია თქვა? ხო, რა მოხდა? ახლა ისინი კი ამბობენ რომ დაასანქცირეს იმის სამშობლოს სიყვარულისთვის არის დასანქცირებული თუმცა ხო, არ ვიცი, მე ახლა ამ სფეროში როგორც არის ფინანსური სანქციები და მაშინ ნამდვილად ვერ ყვები რომ ახლა ამაზე რაღაც ისე კომპეტენტურად ვილაპარაკო, უბრალოდ ფაქტი, მარტო ის ფაქტი რომ პირველად 1991 წლიდან დღემდე პირველად ქვეყანას მართავს დასავლეთზე გადამტერებული ადამიანი, რომელსაც კავშირი აქვს გაწყვეტილი და რომელსაც ესე იგი რუსეთის აგენტად მოიხსენებს უკვე პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასეთ ფაქტი არ ყოფილა საქართველოს ისტორიაში 91 წლიდან დღემდე. და ეს უკვე არის ძალიან საგანგაშოა, ავიცი, მაინც რბილად ვამბობ რაღაცნაირად. კი, და თან მე იმას ყველა ვხედავთ ახლა თქვა სოციალურ ქსელებში, ადგილობრივ ნაწილშიც მათ შორის და ზემოთაც და უფრო პრემიერა წოდებულების დონეზეც რომ რაღაც მომენტში მეგონა რომ ჩვენზე უფრო გაუხარდათ იმათ ამისი დასანქცირება ბიზნესზე ისეთი გამოვიდა რა ისეთი ნარატივი წამოვიდა უკვე რომ არ იქა გადავეფაროთ ადამიანის სამშობლოს სიყვარულით ჩვენ ამას ველოდით იქ ვიღაცები ამბობენ რომ ეს არის დეკოლონიზაციის ამბავი და ესეთ რაღაცა პროპაგანდით ფუთავენ იმას რომ სინამდვილეში ადამიანი ფინანსური საერთოდ რო არ შევიხედოთ ფინანსურად რა ჭირი მიადგა ეხლა მაგალითად რა გაჭირვება ხო რისთვის დაასანქცირეს რომ ნახოთ არ წერია პირდაპირ რომ რუსეთის ინტერესის გატარებისთვის და დემოკრატიის დასამარებისთვის დაასანქცირეს ადამიანი რომელსაც მე ესენი რაღაცა სხვა იმით ფუთავენ და რა მინდა აი რაზე მინდა რომ შენი აზრი თქვათ მოისმინოს იმ ხალხმა ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია აქტიურად ან ღრმად ჩაერთოს ან უბულშემატკივროს ამ პროცესს რომ აი უკვე ბრძოლას მართლა აქვს შედეგი რა ანუ ჩვენ ნახეთ რომ ნებისმიერ ბრძოლას აქვს შედეგი და ეგ სანქციების ამ ჩვენი ერთი თვის რაღაცა აქტიური ბრძოლის შედეგია რა და ამ პროცესს თანდათან მოყვება სხვადასხვა ტიპის ადამიანების შემოერთებაც მათ შორის რომლებიც სხვა პოზიციაზე იყვნენ აი შენი შეხედულებით შე როგორც ერთი ადამიანი რომ საზოგადოების წევრი რომ რაღაცა არ მოგწონს აპროტესტებ გამოდიხარ რაღაცა შენს აზრს ავცელებ რას ურჩევდი ან რას ეტყოდი ადამიანს
ვინ როგორ დაინახოს საკუთარი როლი იმ პროცესში, რაც ეხლა ხდება რა. ოღონდ ეს არ არის ვიწრო რაღაც პარტიული, როგორც აღნიშნე რა, პროცესში, როცა ან გვაქვს სახელმწიფო და ვარსებობთ, ან აღარ ვარსებობთ. რა უნდა ქნას მოქალაქე? ხო, მოდი ამ კითხვას რო უპასუხო, ესე იგი ჩვენ დავავიწროთ, უნდა ალბათ ჩვენი ეგ კითხვა გურით, ხო? მაინც გურით. ვისმენენ. იმიტომ რომ მე არ ამგონია, რომ დავუშვათ დიდ ქალაქებში, თბილისში, ბათუმში არ იყოს იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანმა თავისთავად იპოვოს იქ ბევრად მეტი შესაძლებლობა არის ამისთვის, მაგრამ მანდ უკვე მივდივართ ძალიან მძიმე რეალობასთან, იმიტომ რომ აი ამ რეგიონებში, განსაკუთრებით გურიაში, რომელიც არის ძალიან ესე იგი ღარიბი რეგიონი, ეს კონკრეტული ეკონომიკური პარამეტრებით შეგვიძლია დავადასტუროთ, არა მარტო ღარიბი, არამედ ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებზე ჩამოკიდებული პირდაპირ ხალხი, როგორც დასაქმებით, სოციალური დახმარებით, ასე შემდეგ, აქ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანები აქ ამ რეგიონში ისე აქტიურად არ გამოდიოდნენ, ასე ვთქვათ, საჯაროდ პროტესტში, როგორც შეიძლება გვინდოდეს. თუმცა მე ვფიქრობ, რომ მაინც საკმარისია ოზურგეთში, ახლა ჩვენ ოზურგეთი პატარა ქალაქი არის, საქართველოს ქალაქების, რა ვიცი, არათუ 10-ში, 15-შიც არ შედის, ალბათ 20-ში შეიძლება შედიოდეს. მაინც, მაგრამ თუ პროტესტს შევხედავთ, ნამდვილად არ არის ყველაზე მაჩანჩალებში, ხო? ესე იგი, აქაც რაღაცას ცდილობს ხალხი. შესაძლოა მე მესმის შეიძლება რაღაც ვინც უფრო აქტიურადაა ჩართული, მას მეტი უნდოდეს, ეგ ბუნებრივია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ეს კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება და როგორ შეიძლება ადამიანებმა საკუთარი თავი იპოვონ აი ამ საერთო იმაში, ამას თვითონ პროცესი აჩვენებს ჩემის აზრით. თვითონ პროცესი გამოაჩენს. თუ კი ჯერ კიდევ ვინმეს არ უპოვია. კი ბატონო, მგონი დრო არ შევაჯამოთ, ან დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. დიდი მადლობა გიგი, რომ ვიყავით ჩვენი სტუმარი. ყოველთვის გვიხარია შენი სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. დავამშვიდობოთ მაყურებელს შემდეგ ეპიზოდამდე. დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით.